პროექტი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე გრძელდება. სამშენებლო კომპანია კროშტადიამ შეჩერებული მშენებლობა მერის დახმარებით განაახლა. კომპანიამ მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით საქართველოს ბანკისაგან 900,000 ამერიკული დოლარი მიიღო. 32 ბინიან საცხოვრებელ კორპუსში 2012 წელს ბინებზის 10 ოჯახი მიიღებს, რომელიც მშენებლობის დასრულებას 2009 წლიდან ელოდებოდა. საცხოვრებელ ობიექტებზე განახლებული სამშენებლო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეათე კომპანია, რომელიც მათ უკვე ისარგებლა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ჩვენი მესამე ეტაპით, რომელიც მოიცავს ძირითადად წინასწარი, ესე ვთქვათ, ნასყიდობის ხელშეკრულების მიცემას მენაშენეთათვის, ანუ მარტივად რო ვთქვათ, $400 გარანტიას იმისათვის, რომ დასრულების შემთხვევაში და სურვილის შემთხვევაში მერე შეიძენს $400 კვადრატულ მეტრს. ამით რეალურად ბანკებს მიეცათ მეტი გარანტია იმისათვის, რომ გაცენ კრედიტი და მშენებლებსაც მშენებლობის სტადიაზე მიეცათ რესურსი, ვინაიდან მთავარი პრობლემა მშენებლობის დროს სწორედ არის ის, რომ რესურსების ნაკლებობა, რაც სწორედ ამ კრიზისმა, იპოთეკურმა კრიზისმა წარმოქმნა. დავიწყეთ ჩარშანა მშენებლობა, მაგრამ შემდეგ ამ უსახსრობის გამო გავჩერდით. ეხლა წესობა მეორე ეტაპი რო გამოცხადეთ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ამ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და მერის მხარდაჭერით და საქართველოს ბანკის თანადგომით გავაახლეთ მშენებლობა. ეს პროექტი წესით უნდა დამთავრდეს გაისად, უკვე 3 წელი არის დაწყებულია და იყო დასაწყის სტადიაში შეჩერებული და მერის პროექტის დახმარებით და ჩვენი დაფინანსებით ეს პროექტი დასრულდება გაისად და კიდევ ერთი სახლი დამთავრდება.